დაიწყეს ჩემთვის სახეში რტყმა. დაბრუნდნენ უკვე 5 სპეცრაზმელის თანხლებით, ჩემს საწვიმაში, რომელიც წყალს არ ატარებს, საკუთარი სისხლის გუბე იდგა. მე დამაკავეს 2 დეკემბრის გამთენიისას, როდესაც უკვე საპროტესტო აქცია იშლებოდა და ჩვენ ტოვებდით ხალხის მასა, ნელ-ნელა ტოვებდით რუსთაველის ტერიტორიას. ამ დროს უკვე დილით როგორც ხდება ხოლმე, როცა იშლება ეს აქციები, ეს ხალხი რაღაცა ნელ-ნელა მივდივართ, რობოკოპებმა გაარღვიეს რაც თავიანთი ისე რაღაცა ფორმაცია და ვისი დაჭერაც მოახერხეს, ყველა დაიჭირეს, ყოველად უმიზეზოდ ცხადია. მე პირველი რაც ქნეს აიღეს და პეპერ სპრეი შემასხეს თვალში, რის შემდეგაც მე მაშინვე ძირს დავწექი და თავზე ხელები დავიფარე, იმიტომ რომ ყველამ ვიცით და ყველას ნანახი გვაქვს, როგორ სასტიკად ეპყრობიან აქციის მონაწილეებს. და მე როდესაც ძირს დავწექი და თავზე ხელები დავიფარე, ამ დროს მომვარდა დაახლოებით, არ ვიცი უბრალოდ რამდენიმე გარშემო ეს რობოკოპი პოლიცია, შავებში ჩასმული გედედეს თანამშრომლები, რომლებაც ჯიბიდან ამომაცალეს ყველაფერი, ზურგზე ჩანთა, რომელიც მეკეთ ამას შემდეგ რაც ვერ მოხსნეს, საერთოდ შემომახიეს და უკვე აიღეს და გადამიყვანეს რაც თავიანთ პატარა შტაბი რაც აქვთ მოწყობილი ამ ფურგონებით და ამ რობოკოპებით. ყველაფერი ჩემი დაკავების და გადაყვანის კადრები ყველაფერი დოკუმენტირებულია და ცხადად ჩანს რომ მე იმ მომენტსაც არანაირი ზიანი არ შემემჩნევა საერთოდ, პლუს მე არანაირად არ უძალიანდები არც პოლიციელს, არც გედდეს თანამშრომელს, არც სპეცრაზმელს, არავის საერთოდ. გადაყვანისას ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ მედია გვიღებს და არ დაარტყათ და გარშემო რაც ყველა ყოფს სპეცრაზმელს, თუმცა როგორც კი მიმიყვანეს ამ რაც და მიხვდნენ რომ მოფარებული იყვნენ უკვე მედიისგან და მათ ვეღარ გადაუღებდა, მაშინვე დაიწყეს ჩემი ცემა. ეს ყველაფერი თავიდან დაიწყო, იმიტომ რომ უბრალოდ 2 ადამიანს ვეჭირე და მირტყავდნენ, თუმცა ცოტა ხანში აიღეს, თავზე გადამაფარეს საკუთარი საწვიმარი და დაიწყეს ჩემთვის სახეში რტყმა. ჩემთვის რთულია ვთქვა სახეში ზუსტად რას მირტყავდნენ და რამდენი ხანი, იმიტომ რომ თან ვერაფერს ვერ ხედავდი, იმიტომ რომ გადაფარებული მქონდა თავზე და თან რაღაც მომენტში გონებას დავკარგე იმდენი მირტყეს. თუმცა ერთ-ერთი ადამიანი შემდეგ უკვე დიტო მაისურაძე, რომელიც ჩემთან ერთად ცემეს მოგვიანებით და საერთოდ ერთად ვიყავით პალატაში, მიყვებოდა რომ მე დაგინახეო, შეგცემდენო, რაც მეც გვერდზე მირტყავდნენ ამ დროს და შენი სხეულიო, რაღაცა მოწყვეტილი იყო, უბრალოდ 2 ადამიანს ეჭირე და სახეში გირტყავდენო. მე რაღაც მომენტში გამოვფხიზლდი ამ ცემის პირველი რაუნდის შემდეგ და როცა გადახტავ ცადე ამ საწვევის მივხვდნენ რომ რაც დავიბრუნე გონება და ახლიდან დაიწყეს ჩემი ცემა. შემდეგ უკვე რაც მახსოვს იყო რომ დაიწყეს ჩემი გადაყვანა ამ რაღაცა სპეციალურ სამართლო ტაქსებში, რომელიც გამოცარიელებული აქვს შიგნიდან იმისთვის რომ შიგნით ხალხის ცემა და წამება მოხდეს მედიისგან მოფარებულად. ფანჯრები დაბურულია, შიგნიდან გამოთავისუფლებულია რომ უფრო ადვილი იყოს ლოჯისტიკურად ჩვენი ცემა. მე არ მინდა ვიღაცამ ჩათვალოს რომ ეს არის რაღაცა რომელიმე კონკრეტული სპეცრაზმელის რაღაცა ახირება ან იმ მომენტში მცირედი იმპროვიზაცია. ეს არის რაღაცა სისტემური მექანიზმი, რომლითაც ისინი ცემენ ყველა და აქციის მონაწილეს, რომელსაც დააკავებენ. ამ დროს გარშემო კი ხალხი რაღაცა გარშემო სპეცრაზმელები იგებენ რომ და გადაგიყვანონ შენ ამ ფურგონში მაშინ იწყება შეძახილები რომ ეხა გაგაუპატიურებენ დუბინკით, ეხა მოგიყვანთ ფორმაში დუბინკას დაგიყენებთ, თქვენ ხო პიდარასტები ხართ, თქვენ ხო ეგრე გევასებათ და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველა მიცის და ყველა მაქსიმალურად ცდილობს რომ მონაწილეობა მიიღოს შენს დამცირებაში და ცემაში, რაც ნებისმიერი გამლელი სპეცრაზმელი ძალიან თავისუფალია იმაში, რომ გამოგიგოს და კპერტყოს ერთი. ამის შემდეგ უკვე აიღეს და შემაგდეს იმაში რა ქვია ფურგონში, სადაც მომაყოლეს 3 სხვა ადამიანი, ერთ-ერთი ეს დიტო, რომელიც უკვე ვახსენე, ამას ემატება დომენიკ მანგო და მესამე ადამიანი ვინ იყო, მე სამწუხაროდ მისი იდენტიფიცირება არ შემიძლია, მას შემდეგ ამასთან შეხება არ მქონია. რის შემდეგაც ჯერ ერთი რაუნდი შედარებით ლაითად გვცემეს. აქ შემდეგ ამას უკვე მოყვა შეურაცხყოფები და რაღაცა მორალის კითხვა, ნებისმიერ ზოგადსაკაცობრიო საკითხზე, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ეს კაცობა, ქართველობა, ადამიანობა, ქრისტიანობა, ყველაფერი რაც თავში მოგივათ. დატოვეს ფურგონი დაახლოებით 30 წამი და დაბრუნდნენ უკვე 5 სპეცრაზმელის თანხლებით. შეიძლება ეს იგივე ადამიანები იყვნენ, თორე რთული ამათ იდენტიფიცირება, როცა მე ამ მომენტში უნდა გესმოდეთ, ნაცემი ვარ, ესე გონება რაღაც მომენტებში დაკარგული, ან ცოტა ბუნდოვანი არის ჩემთვის და თან უმეტესობა სახე დაფარული აქვს. ამოვიდა 5 სპეცრაზმელი ამ სამართლო ტაქსში
და შუქი ჩაახრეს და დაიწყეს ჩვენი ცემა უკვე ახლიდან. მე ისე და ისე ვერ ვიტყუსად რამდენი ხანი გასტანა ამ ცემამ, იმიტომ რომ რაღაც მომენტში მე ისე დავკარგე გონება. თუმცა მახსოვს რომ როცა გამიღვიძა უკვე ამ ჩემს საწვიმაში, რომელიც წყალს არ ატარებს, საწვიმანი ლოკურია, საკუთარი სისხლის გუბე იდგა. ამის შემდეგ უკვე ჩვენი თავი გადასცეს პოლიციას, რომელმაც რაღაცა ბორკილები დამადო, ადამიანი რომელსაც ბორკილები დამადო, თავიდან არასწორად დამადო ბორკილებს, არასწორი ხრიდან. შემოწმეთ ზედმეტად მიჭერდა და მაშინ რა ცადა ამის გასწორება მიიღო რა საყვედური ერთ-ერთი ალბათ უფროსი პოლიციისგან, რომ რა ზედმეტად მობიერად ეპყრობოდა დაკავებულებს. ამის შემდეგ უკვე ჩაგვსვეს რაღაცა მინიმენში, რომელსაც გადაგვიღეს ფოტოები რომ დასტურად იმისა რომ ჩვენ მართლა მობიერად და ესე რაღაცა მარტივად არ გამოგვიშვეს და მართლა გვცემეს, გადაუგზავნეს ფოტოები და უკვე მიგვიყვანეს რაღაცა განყოფილებაში. ჩემი ოქმის შესაძლებლობა დაიწყო იმ ადამიანმა, რომელსაც აი აქამდე მოშვებაცა და ბორკილების. თუმცა იმის გამო რომ მე უკვე განყოფილებაში წაიღო და მომხსნა ეს ბორკილები, ამაზე ეს რო შეამჩნია ერთ-ერთმა სხვა პოლიციელმა, ამაზე ისევ კიდევ გაღიზიანდა, რომ ისევ ზემოთ მობიერად ეპყრობიო და თავის თავზე გადაიბარა უკვე ჩემი ოქმის შესაძლებლობა, რომელშიც რაღაცა დაწერა სრული ფიქცია, რომ მე თურმე პოლიციელებს სრული დაკავების მომენტში ქვას და ასაფეთქებლებს. რაც არის სრული ტყუილი. ამის შემდეგ უკვე გადამიყვანეს მე საავადმყოფოში, სადაც მე დამიდასტურდა ცხვირის მოტეხილობა და დამჭირდა ოპერაცია, დაზიანებები თავზე და ტვინის შეკევა სხვა შედარებით შენ უკვე მცირე დაზიანებებთან ერთად.